რუსეთმა რომ შავი ზღვა დაკარგა, ეს ჩვენ ცალსახად უკვე ვიცით და აღარ შემოუშვებენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთ შავ ზღვაში. ის რა ფლოტიც მას იქ გააჩნია, ეს არის ნულის ტოლი უკვე. თავარი რა დომინანტი იყო ის წყალქვეშანავიც, მოსკოვი, ხო, აღარ აქვს. შავი ზღვის უსაფრთხოება, შავი ზღვის ანაკლის პორტი იქნება ბოლო წერტილი, ანუ დამთავრება ამ პროექტისა შავი ზღვის შიდა წყლებად გადაქცევისა. და აი თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინათ ბელგიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ აუ ანაკლის პორტი აშენდება. დიახ, ნამდვილად აშენდება, მაგაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ აი რა პრინციპზე და რა სტრატეგიით აშენდება. მე წინა ინტერვიუში თქვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობა ეს აბსოლუტურად სხვა სიმწია, სხვა სიმტყია, სხვა თამაშის წესებია იქა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოწინააღმდეგეები არიან, ერთიც და მეორე მხარეს აღიარებს, რომ მხოლოდ აი ამ ორ ქვეყანას ჭირო თანამშრომლობით შეუძლია მე სხვა ქვეყნების დახმარებით გადაჭრას კაცობრიობის საკითხები, დედამიწის გლობალური საკითხები და აქ ჭირო თანამშრომლობა იქნება და ჩემის აზრით და ეს ალგორითმი რამდენიცაც ვიცი სწორია, იქნება რა ტექნიკური ხასიათის საკითხები, ეს არის თითქოს და თუნდაც აშენება მაგისი ლოჯისტიკის ტექნიკური მხარე, რაც იქნება ჩინელების. ნუ არა იმ კომპანიის, რომელიც ამაცმა გააფორმა. შესაძლოა იყოს ჩინელების, მაგრამ ადმინისტრირება მოიყოს და მაგრამ რაც შეეხება მართვას, რაც შეეხება სტრატეგიას, ამერიკის შეერთებული შტატები ამას არავის არ მისცემს.